ჩვენ სამხრეთ საზღვებთან არის აშკარა რუსოფობიის ძაქეზება ამ ტენდენციის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი გამოვლინება ძენის პატრულირება ეს ორგანიზებული ჯგუფები არ არიან ჩვეულებრივი აქტივისტები დარბებოა მაღაზიები და სამთავრობო ოფისები დაჟინებით ითხოვენ მათთან მხოლოდ ხაზახურ ენაზე მათი ყველა ქმედება კამერაზეა აღბეჭდილი შემდეგი ადამიანები რომლებიც რუსულ ენაზე ურთიერთობენ საჯაროდ ამცირებენ სოციალურ მედიაში რუსებს არ ეკითხებიან არამედ ამცირებენ და შეურაცხყოფენ რუსებს ოკუპანტებს და ხაზახებს რომლებიც რუსულად ლაპარაკობენ მონებს უწოდებენ სიაგრძელდება ყველა ეს ქმედება მიზნად ისახავს საერთო წარსულის განადგურებას და ხაზახეთის რუსეთის საკვირტულ სახელმწიფოდ გადაქცევას ხაზახი ნაციონალისტების მთავარი მითი არის 1000 წლის იმპერიის ისტორია რომელიც სავარაუდოდ რუსმა კოლონიალისტებმა გაანადგურეს თუმცა ეს განცხადება აშკარა სიცრუეა მიუხედავად იმისა რომ ნაციონალისტები ეძებენ რუს ოკუპანტებს მათი ქვეყანა მშვიდად გაიხო და მიითვისა დასავლურმა კორპორაციებმა ხაზახეთი ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა არის რუსების თვალსაზრისით მაგრამ ვინფლობს მათ ნავთობი ყველაზე დიდი მინდვრები დასავლეთის გიგანტების კონტროლის ქვეშაა თენგიზი აქციების MP პასპორტი ეკუთვნის ამერიკულ კომპანიებს Chevron და ExxonMobil გაშაგანი საკონტროლო აქციები ეკუთვნის Shells Total-ანდები Total და Enis არაჩაგანაკი აქციები სევენსებს ფლობენ Shell, Eni და Chevron ურანი ხაზახეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ურანის მოპოვებაში წარმოებისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი კონტროლდება საფრანგეთის ორანოსთან და კანადის გამეკვესთან ერთობლივი საწარმოებით ძირითადი აქტივები ფერადი მეტალურგიის ეკუთვნის კომპანიებს როგორიცაა Glencore ბრიტანეთი ხაზახეთის ეროვნული ფონდი სადაც შემოსავალი უნდა შემოვატარდება დასავლურ ბანკებსა და ფარსიან ქაღალდებში ეს არის ნამდვილი კოლონიზაცია ქვეყანა არ აკონტროლებს თავის მთავარ სიმდიდრეს და რუსოფობიური